მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ დინარაძე სუსის უფროსის თანამდებობიდან გადაყავთ რაღაც სხვა თანამდებობაზე, რომელიც ეხლა შეიქმნა და მოდი მოვუსმინოთ ამ ბრიფინგის მონაკვეთებს და გავარჩიოთ. პირველ რიგში გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა დინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. მინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი გეგა გელაძის კანდიდატურას. მინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეგა გელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მასაც მინდა გადავუხადო მადლობა და დასასრულს მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი. დიდი მადლობა. თუ დინარაძის გადაყვანა ძალოვანი სტრუქტურების მაკოორდინირებელ აპარატის ხელმძღვანელად იმ ამოცანს უნდა ატარებდეს, რომ კოორდინირება გაუკეთოს ამ ყველა ძალოვან სტრუქტურას, ამისთვის იდეალური ადგილი არის სუსის უფროსობა წინადვილეში. და შესაბამისად იმ თანამდებობაზე იყო, რომელიც მაგას გულისხმობს. ამიტომ გადაყვანა ახალ თანამდებობაზე შექმნა ახალი სამინისტროსი, რომელსაც ახალი სამსახურის, რომელსაც რა მექანიზმები ექნება, სრულიად გაუგებარია და სავარაუდოდ არანაირი რეალური მექანიზმები არც ექნება. ანუ რა აპარატი ეყოლება, რაღაცა თანამშრომლები, როგორც მაგალითად სუს ყავს უზარმაზარი თანამშრომლების სტაფი მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელი, რომელიც მუშაობს და რომელიც არის სუსის ხელმძღვანელის მართვის მექანიზმი, ხო? ხო არ შეიძლება ადამიანი უბრალოდ არავინ არ ემორჩილებოდეს ზის სადღაც და უბრალოდ ბრძანებებს რო გასცემს, ეს ბრძანებები თავისით სრულდებოდა. მას უნდა ყავდეს დაქვემდებარებული ძალოვანი აპარატი, რომელსაც შეუძლია იმ ფუნქციების შესრულება, რომელიც აუცილებელია რაღაც მართვის მექანიზმების ქონისთვის. ანუ სუსი უნდა ყავდეს, სუსის უფროსს, რომ შენ ის გავლენა, რომელიც შენზე გათვლილია, ეფექტურად განახორციელო, ხო? იქნება ახალი სამსახური, ამ სამსახურის პირობებში, სადაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს დინარაძემ ძალოვან სტრუქტურებს, მინისტრს მაგალითად რაღაცა დააკოორდინიროს ერთი მინისტრის, მეორე მინისტრის მუშაობა, რა მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ მას რეალურად ხელში ქონდეს ძალაუფლება, რომელიც გულისხმობს, რომ ამას შეუძლია მისი კოორდინაცია, რას მართავს. აი მაგალითად შსს რას მართავს, შსს ბრძანება ვის მიერ სრულდება, შსს მინისტრი რა ძალაუფლებას ფლობს, გასაგებია. ძალიან დიდი სტრუქტურა, სადაც კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული განყოფილებები, კონკრეტული ძალა, კონკრეტული სისტემა, რომელსაც შენ რაღაცას უბრძანებ და ის რაღაცას ასრულებს, შესაბამისად კონკრეტული ძალაუფლება აქვს ამ სტრუქტურას და ამ სტრუქტურის ხელმძღვანელს. იგივე ვრცელდება სუსზე. დინარაძე სადაც გადაყავთ, ეგ მან რა იგულისხმება, რა მართვის მექანიზმები. და მან ჩდება კითხვა, რომ ხომ არ არის ეს კლასიკური განთავისუფლება თანამდებობიდან იმ ფორმით, რომ ეს არ გავდეს თანამდებობიდან გათავისუფლებას. მანამდე კლასიკური მეთოდია, ხო, თანამდებობიდან გაშვების. იგივე ლილუაშვილის შემთხვევაშიც რაღაცა სამინისტრო მოიგონეს და იქ გადაყავდათ. ხანაშვილის შემთხვევაშიც რაღაცა თორცე მრჩევლად თუ რაღაც ეგეთ თანამდებობაზე გამოაცხადეს, რომ გადავყავს და გაქრა, ხო, ხანაშვილი. დინარაძის შემთხვევაშიც ყოველ შემთხვევაში დასახელებულია რაღაცა სტრუქტურა, რომელსაც არ აქვს შინაარსი, რომელიც იმდენად შინაარსი არ აქვს, რომ არ არსებობდა და იქ გადაყავთ, ხო? ეს ძალიან გავს იმას, რომ უბრალოდ თანამდებობიდან გათავისუფლება იმ ფორმით, რომ ამას მაქსიმალურად შეფუთულის შინაარსი ქონდეს, რომ ეს არ არის თანამდებობიდან გათავისუფლება.
თეორიულად შეიძლება, რა თქმა უნდა, იყოს სხვანაირადაც, აი მაგალითად თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ დინარაძე, რომელიც ამ შემადგენლობაში ოცნების არსებულ მენიუში არის ერთ-ერთი ცხად და ცალსახად ყველაზე ეფექტური კადრი და მათ შორის სპიკერების დონეზე ყველაზე ეფექტური ერთ-ერთი ეფექტური კადრი იყო კობახიძესთან ერთად. თეორიულად შეიძლება ვივარაუდოთ ის ვერსიაც, რომ აი რაღაცნაირად დინარაძის პოლიტიკური სპიკერის რანგში დაბრუნებას ან რაღაც უფრო მაღალი მიმართულებით გადამისამართებას ხო არ აპირებენ, აი მაგალითად პრემიერად ხო არ აპირებენ რაღაც მომენტში გადაყვანს და ესე მყისიერად რომ რაღაც ეხლა ძალიან პოლიტიკურ დიდ რყევა და გამოცხადეს ეხლავე რაღაცა შუალედურ ნაბიჯს დგავენ ამ ფონით. ეგეთი რაღაცა თეორიულად შეიძლება მაგ მიმართულებითაც იყოს გეგმა ამით რას გაუგებ ახლა ამათ გადაადგილებებს ძნელი საპროგნოზოა და ვერ გამოვრიცხავ ასეთ ვერსიასაც თუმცა ნაკლებ სავარაუდო და ნაკლები ალბათობის გონია ერთი პირველადი შეხედვით ეს გავს მეორე ვერსიას თანამდებობიდან გათავისუფლებას რაც შეიძლება რბილი შეფუთვის ფორმით და ახლა ეგეც განვიხილოთ რატო შეიძლება გათავისუფლებინა თანამდებობიდან თუ გაათავისუფლეს ანუ რა ვერ გააკეთა ან რა ჩათვალეს რომ რაღაც ისე ვერ არის საერთოდ მათ შორის ეს მინისტრების გადაადგილება მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილება კითხვებს ხო აჩენს აი რა კონფიგურაცია რაში ესაჭირო რა ვერ გააკეთეს დიდად რა გააკეთეს ან რა ვერ გააკეთეს თვალ გასაგები არ არის აი ახლა მაგალითად ამ შემადგენლობა მინისტრების რაღაც განსაკუთრებული ხმაურიანი ფაქტები ამათთან დაკავშირებით ამ ერთი წლის განმავლობაში თითქოს არ ყოფილა არაფერი ამიტომ აი რას უკავშირდება ეს გადაადგილები და ბები და ყველა დიდი ალბათობა რაც გონია ყველა ლოგიკური ვერსია ჩემი აზრით არის შემდეგი წინა შემადგენლობა ოცნების ადმინისტრაციის ლილუაშვილი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის ფორმაცია ცხადია აშკარაა რომ ისინი გაუშვეს ძიმე კონფლიქტით და იქ ნუ აშკარად რაღაცა კულუარული სერიოზული ძიმე კონფლიქტის ქონა ადგილი და არ ვიცით იქ ვარაუდები შეგვიძლია იმას ხოლმე გამოთქვათ იქ რაღაცა შიდა დაუმორჩილებლობის მომწიფება იყო უკვე მომწიფებული შიდა გადატრიალების გეგმები აღმოაჩინეს თუ უბრალოდ ურთიერთობები ძალიან დაეძაბათ არ ვიცი ის ხარჯზე მაგრამ ფაქტია რომ იქ სერიოზული დაძაბულობა იყო და ლილუაშვილი ციხეშია, ღარიბაშვილი ციხეშია და ლილუაშვილი საერთოდ როგორც თავდაცვის მინისტრი ყოფილი ციხეშია და ლილუაშვილი საერთოდ როგორც დიდი ხნით არის ციხეში, ხო? ამიტომ აშკარა იყო რომ იმ შემადგენლობასთან ძიმე დაპირისპირებას ქონა ამ გადაადგილებების და დაჭერების დროს ადგილი. და ის შემადგენლობა ხასიათდებოდა ფართო კლანური სტრუქტურული შინაარსით, სადაც პირადი ლოიალობის, რაღაც გუნდურობის საფუძველზე ხდებოდა ფორმირება მთელი ძალოვანი თუ ადმინისტრაციული აპარატის მთელი საქართველოს მასშტაბით. ანუ და არა მარტო ადმინისტრაციული აპარატის, არამედ აი მაგალითად პროპაგანდისტული საშუალებების ფორმირებაც ამ ჭრილში ხდებოდა. ანუ ქართული ოცნების შემადგენლობა პარტიული ადმინისტრაციული მიმართულებით, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით გაჯერებული იყო ლილუაშვილი, ღარიბაშვილის ფლანგის, გომელაურის ფლანგის მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი ფიგურების შემადგენლობით და ეს შემადგენლობა უზრუნველყოფდა იმ ფორმაციის ადმინისტრაციის სერიოზულ გავლენებს და შეიძლება მაგანაც გამოიწვია ის დაძაბულობა რომ იმ ხალხმა რომელსაც მთელი პარტია ისინი და მათი ახლობლები მათი ნათესავები მათ მიმართ შემდგარი რაღაც წარმატებამდე მისული ხალხი წარმოადგენდა ჩათვალეს რომ აი ყველაფერი ჩვენ ვართ და ივანიშვილი რაღაც ერთი კაცია და შეიძლება ამას რაღაც დიდად აღარც გაუწიოთ ანგარიში შეიძლება ამასაც ქონა ადგილი ხო მაგრამ ფაქტია რომ მათი ჩანაცვლების შემდეგ ქართული ოცნების
მიმართ ლოიალურად განწყობილი აქტიური შემადგენლობის რიგებში სერიოზული დაბნეულობა, უკმაყოფილება, შიდა, ჩუმი თუ ფარული თუ ღია დუღილი პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო და წავიდა ამ პრეტენზიებით გაჯერებული ნაწილის გადამუშავებაც, ზოგი დაიჭირეს, ზოგი თანამდებობიდან გაუშვეს, ზოგი რაღაცა კისერი მოუგრიხეს და საკუთარ სამსახურს ჩაიყენეს, მაგრამ ამ პროცესს ეს არ არის სამი ადამიანი გაუშვი და მთელი დანარჩენი სისტემა ლოიალურად არის შენ მიმართ, მუშაობს ისევე გამართულად და საფრთხეები შიდა რაღაცა დაუმორჩილებლობისა არ გემუქრება. სისტემა, რომელიც განსაკუთრებით ინფორმაციის, რომელიც წინა შემადგენლობამ აშენა, თვად ეგრე არ მუშაობს. წინა შემადგენლობა იდგა დიდწილად თავისი ხალხის საკვანძო თანამდებობაზე გადანაწილების პრინციპზე. ამიტომ იმ ხალხის იმ რამდენიმე წამყვანი ფიგურის გადაყენება არ იყო საკმარისი ნაბიჯი იმისთვის, რომ სისტემა გადახალისებულიყო და ქმედუნარიანი, აქტიური, თავდაცვისუნარიანი ახალი სისტემა ჩამოყალიბებულიყო. ამას დაჭირდებოდა რაღაც ხანგრძლივი სამუშაოს ჩატარება და ეგ სამუშაო როგორც ვნახეთ ამ 1 წლის განმავლობაში, ეგ სამუშაო ჩააბარეს მდინარაძეს. ანუ მთელი მძალოვანი სტრუქტურების გადახალისება, ახალი თანამდებობის, საშუალო რგოლის, სახელმწიფო აპარატის, რეგიონული მმართველი რგოლების, მთელი ამ ჯგუფების, იქ მედია აპარატის გადახალისება, ახალი ფიგურების მოყვანა, ახალი სტრუქტურის აწყობა, რომელიც უნდა იყოს ახალ კავშირებზე და ერთმანეთის მიმართ ურთიერთგატანზე, ლოიალობაზე და თუ რაღაც ახალი კრიზისის წინაშე დადგა სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მას ზოლისუნარიანობა გაჩნდა. აი ამ გადახალისების პროცესი ჩააბარეს მდინარაძეს და ეგ უნდა გვესმოდეს, რომ თუ რაიმე არაპოპულარული ნაბიჯი შიდა კლანურ სისტემაში არსებობს, არის ამ კლანური სისტემის ახალ კლანურ ფორმაციაზე გადახალისება. ან ძველების გაშვება, ვიღაცებს თანამდებობის კარგავენ, ვიღაცებს ქვეყნიდან მიდიან, ვიღაცებს იჭერენ, ბევრი ნაწყენი რჩება, ის ნაწყენი ხალხი პირად კავშირებს არ კარგავს. ის ხალხი ოცნების შემადგენლობაში მათ ძველ სანაცნობოსთან ლაპარაკობს, პრეტენზიებს გამოთქვავს, ამბობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ამბობს, რომ ბევრი გაუკეთებიათ ამ პარტიისთვის და ასე ამას არ იმსახურებდნენ და ჩვენ ხედავდით ბოლო თვეების განმავლობაში მათ შორის ოცნების ეხლანდელი დეპუტატების დელიკატური უკმაყოფილების გაჟღერების მაგალითებსაც არის მაგალითად ამას წინ ხუნდაძემ კიდე ერთხელ გააჟღერა, რომ ძველ გვარდიას თუ პატივს არ ვცემთ და ასე გადავაგდებთ ყველას და უყურადღებოდ დავტოვებთ, ეს ხალხი სახასიათო ფრაზა თქვა, ეს ხალხი თავს დაუსრულებლად არ გამოგვაყენებინებს ხოლმე, ხო? ეგ რაღაც სულის ძახილი ხუნდაძის მიერ, რა თქვა, გამოხატავს იმ შიდა არაპოპულარულ დუღილს, რომელიც მდინარაძის ჩაბარებული შიდა სტრუქტურული გადახალისების და კლანური ჩანაცვლების პროცესს ახლდა თან. ოღონდ ეს გადახალისება აუცილებელი ნაბიჯია, თუ სტრუქტურა იცვლება, ოღონდ არის ძალიან არაპოპულარული და დამაზიანებელი ნაბიჯი. და როგორც წესი ფიგურები, რომლებიც ამას ასრულებენ ხოლმე, როგორც წესი, ასეთი ფიგურები შემდეგ უნდა შეიცვალონ, იმიტომ რომ შეიძლება ახალი შემადგენლობა მათ მიმართ ლოიალურად არის განწყობილი, ოღონდ ძველი შემადგენლობა, რომლის დაკარგვა ძველი შემადგენლობა ფართო გაგებით, რომლის დაკარგვა არ არის სისტემის ინტერესში, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათი შემორიგება ამოცანა თუ გინდა რომ ხანგრძლივად ეფექტური იყო,
ამ ძველი შემადგენლობის რისხვა ისეც მიიმართა, იმიტომ რომ მათი ძალაუფლება გამოაცალეს ხელიდან, ის ხალხი უნდა რაღაცნაირად გაიწიონ და მე შემოყვანა მოხდეს ისეთი ფიგურების, რომლებზეც საკითხი ისე დადგება, რომ აი ეს ხო არაფერ შუაში არის, ხო ამაზე ხო გაბრაზებული არ ახლა ეხლა ეს არის მართული. როგორც ჩანს, მე მგონია რომ ყველაზე დიდი ალბათობა აი ამ ვერსიის არის, როგორც ჩანს, იმისთვის რომ აი ეს ლილუაშვილ გომელაურ ღარიბაშვილის კლანი და მათი ფართო შემადგენლობა ხო გაყარეს და ახალი შემადგენლობები ხო მოიყვანეს, აი ხა ვინც ეს წმენდა ჩაატარა, ეს გაწიეს იმისთვის რომ აი განაწყენებულ ფართო ოცნების ძველ ნაწილს უთხრა რომ აი მოდი შევრიგდეთ, დავწყნარდეთ, აღარავინ აღარ გერჩით, აი ის ვინც თქვა თქვენ წმენდას ახორციელებდა ისიც გავწიეთ და ეხლა მოდი ყველამ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ მეგობრობა. ერთი არგუმენტი რაც მგონია ამ ნაბიჯის განმაპირობებელი იყო არის ჩემი აზრით ეს და მეორე არგუმენტი არის ის რომ შეიძლება ამასთან ერთად პარალელურად ეს ერთდროულად ეს ორი არგუმენტი შეიძლება არსებობდეს. სავარაუდოდ ივანიშვილმა ჩათვალა იმ წინე შემადგენლობის ზედმეტი ამბიციების საფუძველზე, რომლებიც სავარაუდოდ სახიფათო გაჩნდა გომელაურ ღარიბაშვილის ფორმაციის ზედმეტი ამბიციები. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არავინ ისე აღარ უნდა გაძლიერდეს მის მართველ გუნდში, რომ საერთოდ რაიმე ოდნავ მაინც ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ წონას წარმოადგენდეს თვითონ ივანიშვილის პოლიტიკური წონის გარეშე.